მოვდივართ სამსახურიდან, გაზი არ არის, საძილს ვერ ვაკეთებ. რაც მთავარია, ეს ჩვენ გაუფრთხილებად გამოგვიქცეს. და ეხლა 3 დღეა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი და არაფერი არ გამოგვდის. მოსახლეობას სრულიად უკანონოდ ჩაუჭრეს გაზის მილები, იმ არსებული გაზის მილების ნაცვლად დაუყენეს ეს მილები, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით წყდება. ანუ მოსახლეობა იმ საფრთხის ქვეშ არის, რომ შეიძლება ნებისმიერი მათგანი მოიწამლოს ან აფეთქდეს. დაუყოვნებლივ ყაზტრანს გაზმა, როგორც ორგანიზაციამ, რომელმაც ხელშეკრულებით იტვირთა ტექნიკური მომსახურება მოსახლეობისა. დაუყოვნებლივ ამ ადამიანებს წესრიგში მოუყვანოს მილები, წესრიგში მოიყვანოს მთლიანად გაზის მეურნეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა აპირებს ყაზტრანს გაზის შენობის წინ აქციის ჩატარებას, გზის გადაკეტვას, რაშიც ლეიბორისტული პარტია მთლიანად დაუდგება მათ გვერდით. წყლის миллиарды, რომელზეც წერია только для холодной и для горячей воды, ни в коем случае не для газа. აი ეს სადარბაზოში გამოყავთ. არანაირი, აი ამით არაფრით არ შეიძლება ხალხმა.